Როგორი სიხარულია სასუფეველში. მე არ ყოფილვარ სასუფეველში, მაგრამ წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ. აი, მაგალითად, იოსებ ვატოპედელი არის ასეთი წმინდანი, რომელიც ლოცვის დროს ისეთ სიხარულს განიცდიდა, რომ უფალს ევედრებოდა. უფალო არ მინდა სასუფეველში ყოფნა. უბრალოდ ეს არ დამთავრდეს რა მდგომარეობაში ეხლა ვარო. გესმით, ანუ ისე მდგომარეობაში იყო. მე ვამბობ აი მე-20 საუკუნეში მოღვაწე ადამიანს. და ეხლა ნახეთ, მე მინდა დავაკავშირო იგივე პირველ საუკუნეში მომხდარზე და ზუსტად ერთი რო ჯდება, ერთი და იგივე რო. ნახეთ კაცი რას ამბობს, უფალო აი ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ, ოღონდაც ეს არ დამთავრდეს. ან უფალთან ყოფნის სიხარულს რო განიცდის, იმდენად უხარია, რომ არ უნდა და არ იცის იმან ბოლომდე რა არის სასუფეველი, მაგრამ აი ამის იქით აღარ უნდა არაფერი, ეს ყოფნის, რომ ღმერთთან ყოფნის ეს სიხარული ქონდეს. ამ სამრევლო სკოლას რა ქვია, ხო გახსოვთ? უფლის კარავი. რატო ქვია ხო უფლის კარავი, იცით? თაბორის მთაზე როდესაც მაცხოვარმა მოწაფეების წინაშე პეტრეს, იაკობის და იოანეს წინაშე ფერი იცალა და მათ თავისი ღვთაებრივი დიდება უჩვენა, პეტრე მოციქულის თხოვდა უფალს, რომ უფალო რა კარგია აქ ყოფნა, ან მას უნდოდა რომ ეს არ დამთავრებულიყო არასოდეს. მოდიო გავაკეთოთო სამი კარავიო, ერთი შენთვისო, ერთი მოსესთვის და ერთი ელიასთვის. იქ წინასწარმეტყველები მოსე და ელია გამოჩნდნენ და ქრისტეს ჯვარცმასთან დაკავშირებით საუბრობდნენ და პეტრე მოციქული იმდენად შეძრულია, გახარებულია და იმდენად არ უნდა რომ დამთავრდეს ის რა მდგომარეობაშიც არის, რომ უფალს ეუბნება, მოდი უფალო გავაკეთოთ სამი კარავი და სულ აქ ვიყვეთ. და თვითონ მოიაზრებდნენ თავის თავს უფლის კარავში. კი არ ამბობდნენ რომ ჩვენთვის კიდე ცალკე გავაკეთოთ. უფალს ეუბნებენ, აი ეს სამი კარავი გავაკეთოთ და თვითონ ფიქრობდნენ რომ სადაც უფალი იქნებოდა, იმ კარავში იქნებოდნენ თვითონაც და აი ეს უფლის კარავი სწორედ უფალთან ყოფნის სურვილს ნიშნავს. და აი პირველ საუკუნეში რა განცდაც ჰქონდა პეტრე მოციქულს, ის ჰქონდა ამ საეკლესიო მოღვაწეს იოსებ ვატოპედელს და თითოეულ ადამიანს შეიძლება ეს ჰქონდეს გულში, რომ ღმერთთან ყოფნით აი ესე გახარებული, რომ მეტი რო არაფერი არ უნდა, ოღონდაც ეს არ დამთავრდეს. და ეხლა წარმოიდგინეთ, ამ წუთის სოფელში ადამიანი იმ სიხარულს ბოლომდე ვერ ნახავს, რაც სასუფეველში ელოდება. წარმოიდგინეთ, აქ თუ ვერ გახარებული, იქ რა ელოდება ადამიანს. აი მოციქული პავლე იცით რას ამბობს, ის იყო სასუფეველში. უფალმა წაიყვანა და აჩვენა. და ამბობს, რომ იქო ისეთი რამე ვნახეო, რაც აქ ადამიანის თავს არ უხილავს. ეხლა ხო არის, რომ ადამიანები დადიან დედამიწის სხვადასხვა მხარეს, ყველგან მოივლიან, რას აღარ ნახულობენ. და იქ ამბობს მოციქული პავლე, რომ ადამიანის თავს არ უნახავს, რაც მე იქ ვნახეო. ანუ აქ ყველაფერიც რო ნახო, ეგ ჯერ კიდე ის არ არის, რაც იქ ელოდება. ადამიანის ყურს არ სმენია ის, რაც მე იქ მოვისმინეო და ადამიანის გულს არ განუცდია ის სიხარული, რაც იქ განიცადა პავლე მოციქულის გულმა. და აი ესეთი რამე ელოდება ადამიანს. და ჩვენ უნდა ვეცადოთ, ესე იგი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის სიხარული მოვიპოვოთ. და ის სიხარული იქ კი არ იწყება სადღაც, აი აქედანვე იწყება. ხო ყოფილა, რომ აი მაგალითად რაღაცის გამო სინდისი რო გაწუხებს. რო იცოდი რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინა და გააკეთე. სინდისი ქენჯლის. აი უკვე ჯოჯოხეთი იწყება მაგით. ხო ყოფილა რომ რაღაც სიკეთე გაგიკეთებია და შენი გული ხარობს ამით. აი ამით უკვე სასუფეველი იწყება. ესე რომ აქედანვე იწყება ეს განცდა.